ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ქალბატონი თინა ხიდაშელი და ბატონი გიორგი ვაშაძე, უმრავლესობა და უმცირესობის პოზიციებს მოვისმენთ საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა ორივე სტუმარს, რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. დავიწყებ ქალბატონო თინა თქვენგან. რა თემაზეც ვსაუბრობდით პირველ სტუმართან და ბუნებრივია პირველი და მთავარი თემა იქნება ეს შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში და ერთგვარი დიალოგის დაწყება თუ მცდელობა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, მაგრამ ჩვენ მაინც ვნახეთ, რომ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა და მოვისმენთ დავით ბაქრაძის პასუხით, რომ მას 1 საათში არ წყდება და გასაგებია, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორ შეიძლება უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, იმიტომ რომ თითქოს მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდი, იმიტომ რომ უმცირესობას თავის პირობები აქვს, უმრავლესობას თავის პირობა და შეთანხმება არ არის. კი ბატონო, დავით ბაქრაძე ნამდვილად საუკეთესო ადამიანი, ამაზე ისაუბროს, იმიტომ რომ იქ იყო, იცის რა ხდებოდა და ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, აქ ეს იქნება მოყოლილიდან გამომდინარე ჩვენი დამოკიდებულებები და ემოციები. ამიტომ ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, თქვათ იქ რა ხდებოდა და რაზე იყო საუბარი. მე შემიძლია გითხრათ ის განწყობა, რომელიც არსებობდა მანამდეც და არის დღესაც, რომ ჩვენი ამოცანა არის, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ნაწილში ბატონ დავითს, ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ სტაბილური იყოს ქვეყანაში განვითარება, სიმშვიდე დაისადგუროს და ყველა ადამიანს მშვიდად ძილის საშუალება ჰქონდეს ძალიან ადამიანურ ენაზე რომ ვილაპარაკოთ. და დამთავრდეს მუდმივად ეს რაღაცა ემოციური განწყობები მისტიური აპრილის ან მისტიური ივლისის ან კიდე რომელიმე სხვა თვის შესახებ. რის შესაძლებლობასაც იძლევა ქვეყნის კონსტიტუცია. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ საკითხი ძალიან მარტივად დარეგულირდება, თუ ჩვენ ამ ძალიან დიდ ბომბას, რომელიც დევს ქვეყნის კონსტიტუციაში, მოვაშორებთ და შესაბამისად ამითი ყველაზე მარტივად განმოხტავთ სიტუაციას. ამასთანავე მე მინდა რომ საზოგადოებას გავახსენო, ჯერ კიდევ დეკემბერში გაკეთდა, როდესაც იხურებოდა საპარლამენტო შემოდგომა სესია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან განცხადება, რომ ქვეყანაში დაგეგმილი იყო დიდი საკონსტიტუციო პროცესი, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის და ჩვენ შევთავაზეთ უმცირესობას, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს, რომ ჩამოყალიბებული ყავით ერთიან დღის წესრიგზე იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელშიც რომელიმე მხარე ამ ქვეყანაში, ვინც პროცესის მონაწილე იყო ტრადიციულად, ან დღეს აქვს სურვილი რომ იყოს ამ პროცესის კვალიფიციური მონაწილე, თავისი ექსპერტული მოსაზრებებით, მოდი ვთქვათ, ფიქრობს, რომ არის პრობლემა და ჭირდება დარეგულირება, ჭირდება უკეთ გამართვა, უფრო როგორ ვთქვათ, უფრო დემოკრატიული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უფრო სტაბილური მექანიზმის შემოღება და ამ კონტექსტში სწორედ სრულიად ცალსახად იყო ნათქვამი, რომ არ არსებობს არც ერთი დებულება, რომელიც ტაბუირებულია და რომელზეც ვამბობთ, რომ ხელს არ ვახლებთ. ის თავიც კი კონსტიტუციის, რომელზეც პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყანაში შეთანხმებულია, რომ ნორმალური გვაქვს მაგალითად ადამიანის უფლებების თავი, ხო? სრულიად განყენებულ თემაზე რო ვილაპარაკოთ, ბუნებრივია შეიძლება დაიქონდევაროს გადასინჯოს თუკი არსებობენ ადამიანების ჯგუფები, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგალითად ვთვლი რომ საკუთრების უფლების მუხლით ცუდი გვაქვს და თუკი ჩაითვლება, თუკი შედგება კონსენსუსი და მოინახება უკეთესი ფორმულირება იმისათვის, რომ უფრო კარგად, უფრო მარტივად იყოს დაცული საკუთრების. მაშინ რატომ არის ესე პრინციპული, რომ თქვა ჯერ სწორედ ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც თავის დროზე 2004 წელს მოირგო მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე, ხა აღარ მოყვების პერიპეტიები ყველას ახსოვს, როგორ მოხდა ეს ამბავი, რომ არანაირი პროცედურა დაცული არ იყო, რომ 2001 წელს შევარდნაძის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო პროცესი გააცოცხლეს. საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბა 3 დღეში, მეც მქონდა პატივი იმ კომისიის წევრი ყოფილიყავი, შემდეგ როგორ იყო 2 ხმა მხოლოდ წინააღმდეგი, ჩემი და დავით უსუფაშვილის, ყველა დანარჩენმა მორჩილად ხმა მისცა და მე ამას ხმა მისცა პარლამენტმა, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ ჰქონდა და ფაქტიურად ვარდების რევოლუციის შემდეგ ის უკვე დასრულებული იყო. ფაქტია, ხო, ეს მუხლი არსებობს. და ეს მუხლი არსებობს, რომელიც გააკრიტიკა მთელმა მსოფლიომ, დედამიწაზე არ დარჩენილა არც ერთი ადამიანი, ვინც საქართველოსთან მიმართებაში მუშაობს, რომ არ ეთქვა მე ევროსაბჭოს მაშინდელი რეზოლუციის ციტატა შემიძლია მოვიყვანო, სადაც წერია, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში უნდა აღდგეს ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის. ახლა ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ მაშინ ვამბობდით, მე ძალიან კარგად მახსოვს 12 იანვარი იყო, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გქონდა იმ ადამიანებს, ვინც რევოლუციის დროს ბარიკადებზე ერთად ვიდექით და სრულიად სერიოზულად გითხრათ, ხო თქვენ ფიქრობთ მართლა, რომ მე ამ მუხლის გამოყენებას ვაპირებო? და ჩემი რეაქცია მაშინვე ის იყო, რომ დღეს არა, იმიტომ რომ ასე არ ჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როდის არაპირებს ამ მუხლის გამოყენებას. აი სწორედ მად მოვდივარ, ზუსტად ამიტომ გავიხსენე ის ციტატა. ამას ამბობს დღესაც მიხეილ სააკაშვილი და თუ ამას ამბობს, მაშინ დავამთავროთ ეს ლაპარაკი. ჩვენ იმიტომ მოვახდინეთ 6 თებერვალს საკონსტიტუციო საკითხზე
დებატების ინიცირება, იმიტომ მოხდა უმრავლესობის მხრიდან საქართველოს პარლამენტში, რომ სწორედ ამ თემაზე გველაპარაკა, პოზიციები გამოკვეთილი იყო იმისათვის, რომ აი სიხისტე, რომელიც არსებობდა ამ ურთიერთობებში, ჩვენ იმედი გქონდა, რომ ამითი განეიტრალდებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ სრულიად ხაზგასმით იმას, რასაც ვამბობთ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული. არ არსებობს კონსტიტუციაში თემა, რომელსაც ადევს ტაბუ და რომელზეც ვიტყვით, რომ არავითარ შემთხვევაში ეს უმცირესობა მხარს დაუჭერს ამ ცვლილებას. არა, ეს არის შეცდომა, რომელიც ძალიან ბევრ ჟურნალისტმა ზოგმა შეგნებულმა გლად ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ თანაბარი დროით შეუძლია ბატონმა გიორგიმ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ისარგებლოს და ჩვენ შევთანხმდებით თავიდანვე ამ წესებზე, რომ აქ რაღაც ეხლა მამლების ძიძგილაობა არ იქნება და მშვიდად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის თემები, რომელიც დღეს ხალხს აინტერესებს, ამიტომ უნდა გაიგოს ჩვენი პოზიციები. აი ეს რომ დამიზუსტოთ და მე ლაპარაკებს, ნამდვილად ვერაფერს ვერ გაიგებენ. კი, არის თუ არა ესე რომ უმცირესობა მხარი დაუჭერეს ამ ცვლილებას და შემდეგ დავიწყოთ განხილვა. ეს არ გვითქვამს, რომ მხარი დაუჭერს ისე როგორც სააკაშვილის მოსვლასთან დაკავშირებით. არც ერთხელ არ ყოფილა ნათქვამი, ჩვენ ვთქვით, რომ კენჭისყრა უნდა შედგეს, გადაწყვეტილება იყოს მიღებული და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ. და თუ ეს გადაწყვეტილება იქნა უარყოფითი და უმცირესობა ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ. მე ხა ცოტა სხვა პოზიციაში ვარ. მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც მინდა ვთქვა, აუცილებელია შეთანხმება ჩვენ შორის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ჩვენ წინ გვაქვს სახელმწიფოებრივი ინტერესი, საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა გამოვდიოდეთ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და ეს მე მგონი პრეზიდენტმაც დააფიქსირა და ყველა ჩვენი წევრი ამას ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ამ მუხლის შეცვლის და პირველ რიგში მე მგონი მართლა ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობს, ასე ვთქვათ, ამ მუხლის ამოქმედება, თვითონ უმრავლესობაც ამას ამბობს და მე მგონი პრეზიდენტიც ამას ამბობს, რომ არ არის არანაირი ინტერესი ამ მუხლის გამოყენების, მაგრამ ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს გავუსვათ ხაზი და შევიტანოთ. მე გეთანხმებით ქალბატონთინა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ საკონსტიტუციო კომისია შეგვიძლია შევქმნათ და ერთმანეთთან შეთანხმებით ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანოთ. ხედვები სხვადასხვაგვარია, სხვადასხვა მოსაზრებებია, შეგვიძლია ბევრ საკითხზე შევთანხმდეთ, მაგრამ ისევ და ისევ უნდა შევთანხმდეთ ამ საკითხებზე, ხო? ამიტომ გაგრძელებინებთ პასუხს უკაცრავად დრო. უბრალოდ რომ ამაში პრობლემა არის. უმცირესობა მაშინ თანხმდება იმაზე, რომ ეს მოგზაურობა არ აწყობს უნდობლობას აქვს მაშინ ადგილი, რომ თქვა ხარი დაუჭერეს უმცირესობა მოხდეს კენჭისყრა და მე დავაყენებთ. რატო? იმიტომ რომ პრინციპში რეალური განხილვებიდან გამომდინარე ეს ჩანს, რომ უმრავლესობის ინტერესია, რომ ეს მუხლი შეიცვალოს, რაც შეიძლება სწრაფად და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ხედავთ ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გვინდა ამასთან ერთად შევიტანოთ. პირველი ეს არის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ხა ქალბატონთინას დასავლურ ორიენტაციაში ნამდვილად არ შემოგვს ეჭვი, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ არიან წევრები, მათ უმრავლესობაში არის განცხადებები, იგივე ერევანში გაკეთებული განცხადება თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული შემთხვევითი განცხადება SNG-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუ სხვადასხვა საკითხები აფხაზეთის რკინიგზა, იქ ყარსი ახლა ბევრი თემაა რა, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასვა, გააჩინა, ხომ არ არის გარკვეული ძალა, მე არ ვამბობ, რომ მთელი უმრავლესობა, მაგრამ ხომ არ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება საგარეო ვექტორი ჩვენ უნდა შევიცვალოთ. მე ფიქრობ, რომ გუშინ მქონდა პეკინის 34-ში ისე ყველას ვიწევთ, სხვადასხვა განხილვები გვაქვს ხოლმე და მქონდა ჩვენება სხვადასხვა ფილმების, რომელიც ასახავდა როგორც 90-იან წლებში საქართველოს ისტორიას, ასევე სხვა ქვეყნების ისტორიას და სამწუხაროდ სწორედ განცხადებებით იწყებოდა ხოლმე სხვადასხვა საკითხები. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა რო დავხუროთ და გამოვიწყოთ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩვენ პირდაპირ უნდა ჩავწეროთ ისევე როგორც ლიტვამ გააკეთა, ისევე როგორც ხორვატიამ გააკეთა, პირდაპირ უნდა ჩავწეროთ ჩვენ საგარეო კურსთან დაკავშირებით და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. მაინც უნდა კითხოთ, რაც კითხეთ, იმაზე ვერ მივიღე პასუხი. თუ კი მართველი გუნდი ამბობს, რომ შედგეს ეს კენჭისყრა და დავიწყოთ მე ამაზე საუბარი. არსებობს ესეთი პრობლემა, აი პრობლემა ზუსტად მაგაშია, რომ შედგეს კენჭისყრა და მე დავიწყოთ. პრობლემა ზუსტად მაგაშია. ჩვენ როცა ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილება, ჩვენ მივიღეთ, ასე ვთქვათ, ფრაქციათა შორის შეთანხმება. ჩვენთვის ფრაქციათა შორის შეთანხმება. მანამდე განცხადება იყო გია ბარამიძის, კი ბატონო, გია ბარამიძის განცხადება იყო, მანამდე სამ წინ უძღოდა ამ ყველაფერს და მივიღეთ დღეს გვაქვს რეალობა ფრაქციათა შორის შეთანხმება, რომელიც არ არის არაფერი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ხვალ რომ ვინმე ხელი მოაწეროს საგარეო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებას SNG-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს ფრაქციათა შორის შეთანხმება არაფერს არ ცვლის და ვერაფერს ვერ შეაკავებს. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე სამ-მეოთხეთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ასევე ძალიან სერიოზული განხილვა იყო საპრეზიდენტო არჩევნების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით არ შეიძლება საქართველოს მოსახლეობას წაუღოთ შესაძლებლობა პირდაპირ აირჩიოს პრეზიდენტი, მოდი ასე ვთქვათ,
იმ შეზღუდული უფლებამოსილებით, რომელიც ახალ კონსტიტუციაში ექნება, თუმცა მაინც მთავარსარდალი საქართველოს სახელმწიფოსი აირჩიოს პირდაპირ. რატო უნდა შეუზღუდოთ? და მეორე რომ არჩევნები გველოდება ოქტომბერში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაჯანსაღებისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის სახელმწიფოში და ჩვენ აი ამ ორ საკითხს ვაყენებთ ამასთან ერთად. რატო ვაყენებთ ეხლავე ამ ორ საკითხს? იმიტომ რომ თუ ჩვენ შევედით გრძელვადიან კონსტიტუციურ განხილვებში და მერე უცებ ხვალ აღმოვაჩინეთ, რომ ეხლა საპრეზიდენტო არჩევნებით შევცვალეთ, არ დავაფიქსირეთ ეს საგარეო კურსთან დაკავშირებით. არ აქვს მართლა. მოდით ესე ვთქვათ, რომ ძალიან სერიოზულად მუშაობენ იმისთვის, რომ მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს თემა ბატონო ცალკე შევეხოთ და ამიტომაც ვამბობ, რომ 3/4 ეს არის გარანტია, რომ საქართველოში კონსტიტუციაში ცვლილებები შევა კონსენსუსით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შევთანხმდეთ, ჩვენ არასდროს შეთანხმებაზე უარი არ გვითქვამს 8 თებერვალში მიუხედავად იმ ღონისძიებისა, მე არ გადამჭარბებია იმ დროისთვის, რაც მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ 8 თებერვალს მიუხედავად იმისა, რომ მეც იქ ვიყავი და ბევრი ჩვენი თანაგუნდელი ზოგი ცემეს, ზოგი რა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის გამოსვლა იყო სწორედ შეთანხმებაზე ორიენტირებული, იყო სწორედ ასე ვთქვათ, თანხმობაზე ორიენტირებული. ძალიან ბევრი ადამიანი მე დარწმუნებული ვარ, არ ელოდა ესეთ გამოსვლას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა და აი ამ მიდგომებიდან გამომდინარე, თუნდაც დღეს რაც არის თანამშრომლობითი ფორმატი, შევთანხმდეთ და ნებისმიერ ცვლილება შეგვიძლია შევიტანოთ. ქალბატონო თინა, აქედან გამომდინარე მექნება თქვენთან შეკითხვა, როგორც უმცირესობა, თქვათ, არის შეკითხვა, რატომ წინასწარ არ აძლევს, კენჭისყრაში არ იღებს მონაწილეობას და მერე ვთქვათ, საკუთარ პირობებს არ აყენებს, ასევე მართველი გუნდის მხრიდან. სულ ისმის, რომ ოქტომბრამდე, როდესაც ისეთ შეიცვლება ეს მუხლი, არის საჩქარო, ჩქაროს მართველი გუნდი და განმარტებები მოვისმინეთ, არის აპელირება აპრილზე, ანუ ვიცი, რა ხდება ამ აპრილში, ერთი და თუ მართველი გუნდი ინტერესია რომ ეს სწრაფად მოხდეს, რატომ თქვენი მხრიდან არ ხდება? მე ორივე მხარის პოზიციები მაინტერესებს, თქვა ის რომ ერთად მოხდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, შედგეს შეთანხმება და მოხდეს კენჭისყრა. ეს რომ ჩვენს ინტერესია ამის დასტური იყო 6 თებერვალი. ყველაზე უფრო მეტად, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავდეთ კენჭისყრა. ჩვენ არ გვინდა პირდაპირ გეუბნებით სრულიად ღიად. ეხლა ბევრ ამაზე შემიძლია ვისაუბრო, რაზეც გიორგი საუბრობდა, მაგრამ აღარ გავუყვები ახლა ამ დეტალებს. ერთადერთ დეტალზე შევაჩერებ მხოლოდ ყურადღებას, როდესაც 3/4-ზე არის ლაპარაკი, როგორც თავარ არგუმენტზე იმისი, რომ უკაცრავად უფრო მეტი უმრავლესობა დაჭერდეს შემდგომში ნებისმიერ ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, შეიძლება კიდევ ბევრი სხვა თემა გაჩნდეს, რომელშიც ჩვენ ასევე გვაქვს წინააღმდეგობა, ხო? ეხლა თუ ესეთი გაქანებული და გაშმაგებული პროცესი მიმდინარეობს აქეთ, რომ ჩვენ პარლამენტში შევედით 93 კაცით, დღეს რეალურად ეხლა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ფორმალურად მე არ ვსაუბრობ განცდებს და ემოციებს და გულში ვის რა აქვს ეს ეხლა ძალიან ისეთი ცვალებადი ამბავია, მაგრამ ფორმალურად ჩვენ ვართ 10 კაცით მეტი დღეს, ხომ? ეხლა თუ ეს ყველაფერი ხდება აი ისე როგორც გვიყვება უმრავლესობა, მაშინ რეალურად ჩვენ კიდე 10 კაცით მეძე ვლაპარაკობთ 3/4-ის შემთხვევაში. ხო, ანუ ეს ვერ იქნება, თუ ჩვენ ესეთი 93-დან 20 კაცით მეძე ვლაპარაკობთ. არა, 93-დან კი, მაგრამ თქვენ ხო იმას ამბობთ, რომ 2/3 არ გინათ, იმიტომ რომ 2/3 გვექნება. ხო? მე ამას შემთხვევაში ხო პრობლემა ამას გულისხმობ. ამ შემთხვევაში თუ ვერ ვაგროვებთ იმ 7 კაცს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს 2/3 თუ 3/4 არ აქვს. 7 კაცის მოგროვება და 27 კაცის მოგროვება შორის 17-ის მოგროვება შორის ის სხვა. არა, მე უბრალოდ იმის გვამდა, რომ თუ ეხა 17 მოვაგროვეთ, ასე, როგორც თქვენ ყვებით, ნუ იმათაც მოვაგროვებთ, ხო? იდეაში. ამიტომ ეხა ეს ვერ გამოდგება არგუმენტად, თუ ესეთი სასტიკები ვართ, ხელებს უგრიხავთ, ვაპატიმრებთ, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჭირდება, თურმე გიორგი, მე ყველაზე მეტად, რასაც მე პირადად როგორც თინახიდაშელი. როგორც ადამიანი, რომელიც ნუ აი ისე მიცნობს ხალხი, როგორც მიცნობთ იმ თემებზე, იმ ბრძოლაში და იმ საკითხებზე, რომელთაც ყველაზე მეტად მიცნობს, ხო, საზოგადოება. ჩემთვის ყველაზე უფრო ცინიკური, მიუღებელი და არადამაჯერებელი მთელ ამ ისტორიაში არის გიორგი ღვინიაშვილის ისტორია. სწორედ ამაზე იმიტომ რომ გარწმუნებთ მე, როგორც ერთი დეპუტატი, ერთი ცალი დეპუტატი, რომელსაც კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული უფლება, კითხვა დაუსვა მთავრობის წევრს, მოვითხოვო მისი პარლამენტში დაბარება და ასე შემდეგ. ვიქნები ინიციატორი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ჩემს მეგობრებთან კონსულტაციებით, ჩემი მეგობრების დაყოლიებით, რომ თუ გიორგი ღვინიაშვილის დაბარება არ მოხდა პროკურატურაში, თუ იმ საქმეებზე, რომლის დროსაც, ხო, მოგეცი ხმა, ხო, რა სწორად მანდ მივდივარ. ხო, მაყურებელს ვახსენებ უბრალოდ, ნუ თუ როდესაც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ პროკურატურა იყო მთავარი დამნაშავე ამ ქვეყანაში, რომ ყველაფერი ჩვენ ვამბობთ, მე ხო არ ვამბობ ამას როგორც მოცემულთა, ანუ ჩვენი ამბავი იყო ეს. თავარი ბრალდება იყო, ჩვენი თავარი ბრალდება იყო ის, რომ პროკურატურა აყალბებდა საქმეებს, ხელსაფარებდა დამნაშავეებს და ასე შემდეგ, ხო, იცის ყველამ კარგად. და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აი ეს კაცი, ვიზეც ვლაპარაკობდით, იყო გიორგი ღვინიაშვილი ერთ-ერთი იმ ჯგუფიდან, თავარი ჯგუფიდან, ხო? ძალიან დიდი ხანი აღარ უმუშავე პროკურატურაში. არა, 2008 წლებზე ვლაპარაკობთ, როდესაც ბუტას და სანდრო გირგულიანის საქმე მოხდა. სხვას აღარ ვეხები. კი, და ამაზე ითქვა კიდეც ლოგიკურია, რომ კითხები ქონდეს გამოძიებას. კი, და მე მივესალმები იმას, რაც დღეს დავით ბაქრაძემ თქვა, ეს არავისგან არ მომისმენია ჯერ.
ამიტომ ვაფასებ ასე ძალიან. თუმცა ისე ზოგადად თქვათ, რომ პარლამენტარების დაკითხვასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ თქვით, რომ პარლამენტარები პარლამენტში არიან და მზად არიან მოსმენონ გამომძებლებს. ამაზე ჩემი პასუხი იცის საზოგადოებამ, რომ პრობლემა არ არის, ისე როგორც მივიდნენ გიგი უგულავასთან, ისე მოვლენ დიდი იმედი მაქვს გიორგი ღვინიაშვილთან. მაგრამ სამწუხაროა, როცა ეს რაღაცნაირად უკავშირდება დროში ემთხვევა ხოლმე. დროში ყოველთვის დაემთხვევა რაღაცა. სწორედ ამას აქამდე რომ არ იყო გიორგი ღვინიაშვილი დაბარებული, მე ამაზე მაქვს პრეტენზია პროკურატურასთან. და რაც უფრო დიდი ხანი არ დაიბარებს და არ დაკითხავს, კიდევ უფრო მეტი პრეტენზია მექნება. და ხვალდაზე მე თვითონ დავიბარებ საქართველოს პარლამენტში, მოვვითხოვ უფრო სწორედ იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას, თუ ეს საქმე არ გაგრძელდა და თუ არ გამოიკოთა სინამდვილეში ამ კაც რამე ბრალი ამ საქმეში მიუძღვის, თუ არ მიუძღვის. ის აფარებდა ხელს ბუტას მკვლელებს, თუ არ აფარებდა. ზეწოლის ფაქტებითაც თუ დაინტერესდება, თქვა პარლამენტი ხალხთან რეალურად იყო ისე თუ არა. ოღო და ის სწორედ ამას ვამბობ, ნინო, რომ როდესაც გიორგი ღვინიაშვილის საქმეს ზე გველაპარაკებიან, ჩემთვის ეს იმდენად არადამაჯერებელი და არასერიოზულია. იქიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელი იმ ისტორიიდან, რომელიც ამ კაცთან არის დაკავშირებული ქვეყანაში. რომ მე ძალიან რთულია რომელიმე სხვას დაუჯერო, რომ ის ამბობს სიმართლეს. და იგივე შემიძლია ვთქვა მარიკა ვერულაშვილზე. როდესაც მისი მეუღლე 2011 წელს ზურა ბადეიშვილის პროკურატურის მიერ იყო დაპატიმრებული. დაბარებული კი არა დაკითხვაზე. დაპატიმრებული. შემდეგ ეს საქმე იყო აღძრული თაროზე იდო და როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, არც ერთხელ ამ ადამიანის დაკითხვაზე დაბარება არ მომხდარა. არც ერთხელ ზეწოლის მოდი მივცემ ბატონ გიორგი ისევ გადავიდეთ, აი დაასრულეთ კი ბატონო. უბრალოდ აი ორ სიტყვას ვიტყვი კიდევ იმაზე, რაზეც აქ პირველად რა თემაზეც ვლაპარაკობ, და სხვა თემაზე გადავედით აშკარად, რომ მე აბსოლუტურად მივყვები დათოსაც, გიორგისაც ამ შემთხვევაში პირველ ნაწილში ამ საუბრის კი, ჩვენი ამოცანაც ეს არის. ჩვენ გვინდა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც მაშინ იმ ძველ დროში 2004 წელს ჩემთან ერთად აი რაოდენობრივად რომ დავთვალოთ ვინ ვიყავით ის ხალხი ვინც მეწინააღმდეგებოდით ხომ აქტიურად და საჯაროდ თორე ისე ბევრი ეწინააღმდეგებოდა ბუნებრივია გაცილებით უფრო მეტია დღეს პარლამენტში მყოფთა შორის უმცირესობაში ვიდრე არის უმრავლესობაში ბუნებრივი მოცემულობის გამო რომ ჩვენ არასამთავრობო სექტორში ვიყავით და ერთად ვებრძოდით ცვლილებას სამხარდამჭერებიც არიან უმრავლესობაში მაშინ არა მე ვამბობ იმ სეგმენტიდან სადაც მე ვიყავი ასეთი არავინ არ არის უმცირესობაში ამიტომ იყო ჩვენთვის პრინციპულად მშოვი რომ 100 ხმით კი არ უნდა გავიდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილება. ეს საკონსტიტუციო ცვლილება უნდა კონსენსუსით გავიდეს. იმიტომ რომ ეს არის სირცხვილი ჩვენს კონსტიტუციაში და ეს სირცხვილი ერთად უნდა ჩამოვიერეცხოთ, რომ გაქვს ქვეყანა, რომელსაც ერთადერთი მაგალითი ყავს თურქმენეთი. სხვათა შორის პავლე კუბლაშვილმა რაც თქვა საქართველოს პარლამენტში ეს არ არის სიმართლე. იმიტომ რომ ხორვატიის კონსტიტუციაში, ხორვატიის კონსტიტუცია მოგვიყვანა, მაგალითად, იმიტომ არ მივცემ ხმას, რომ ესე არ არისო. სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში წარიოდა ხორვატიაში შევდა. ხორვატიის კონსტიტუციაში ეს რამე არ წერია. ბატონო გიორგი, მოდით ერთი რომ უმცირესობა რამდენად ჩავიკითხოთ ახლა. ერთიანია, როცა ესეთ განცხადებებს ვისმენთ მართლმადიდებლად. ხორვატიის კონსტიტუციის სხვა მუხლი მაქვს თუ გინდათ მოტანილი ევროპას. მოდით, არ ჯერ საქართველოს კონსტიტუციაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დათო ბაქრაძემაც ელაპარაკა ამაზე. ერთი პატარა დეტალია გეთახმებით, ეგ ვიცი მე რაც წერია იმ კონსტიტუციაში. კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ მაგაზე არ მithქოს რომ მნიშვნელოვანი ასპექტი სწორია ლიტვის კონსტიტუციაში წერია გეთახმებით და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკებში ოღონდ ერთი პატარა პრობლემა გვაქვს. ლიტვის კონსტიტუციაში როდის გაჩნდა ეს ჩანაწერი 1992 წელს. კი. ხორვატიის კონსტიტუციაში როდის გაჩნდა ეს ჩანაწერი? ეს ზუსტად იმავე დროს როცა დაიშალა იუგოსლავია. ანუ რისი თქმა მინდა. ხო ძალიან მარტივია და მისახვედრია. როდესაც არჩევანის ზღვარზე იდგნენ ეს ქვეყნები, ეს ჩანაწერები მაშინ გაჩნდა. კარგი, პრობლემა ზუსტად მაგაშია, რომ არჩევანის ზღვარზეც როცა ვიდებით მაშინ რომ არა, საქართველოს სამწუხაროდ არჩევანი გაკეთებულია დეკლარირებულებს, მაგრამ საბედნიეროდ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში. მე ამას ვამბობ. აი ეს პრობლემა და რამდენიმე კითხვა მარტო მე არა მაქვს ძალიან ბევრს გაუჩნდა, მაგრამ გისმენთ და ერთი ანუ არჩევანის ზღვარზე დგას თუ არა დღეს ამ ნაწილში საქართველოს ფიქრობთ თუ არა და იყო საუბარი დეპუტატებზე ზეწოლას და ამაზე უმცირესობის პოზიციაც მინდა მოვისმინა იგივე ქალბატონი მარიკა ვერულაშვილის კონკრეტული მაგალითი გიორგი ღვინიაშვილის მართველი გუნდი ამბობს რომ მსგავსი არ ხდება ამ დროს უმცირესობა ამტკიცებს უნდა რომ არის დეპუტატებზე გარკვეული ზეწოლა კონკრეტული ფაქტები რა გაქვთ ან იგივე გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებით ჩვენ თუ დაუკავშირებთ პირდაპირ ვიტყვით რა როდის იყო ამ საკითხზე და ეს დაკავშირება მასთან რომ თუ პოზიციებს გადახედავდა სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე. იგივე გოჩა ლემონჯავასთან პროკურატურაში იყო კონკრეტული ინფორმაცია, ასე ვთქვათ, საკონტაქტო პირი მასთან. მე არ ვიცი ხა ეს შეგიძლიათ დაუსვათ ღვინიაშვილს ამასთან დაკავშირებით. მე იმასაც გეტყვით რომ მანამდეც იყო ღვინიაშვილთან დაკავშირებით, როცა მისი ყოფილი პირველი მოადგილე დააკავა და მაშინაც იყო ასე ვთქვათ ეს შეთულა ასე ვთქვათ მასთან რომ პოზიციები შეიძლება გადაეხედა
ლემონჯავას საქმე ძალიან კონკრეტულია რა, პროკურორი რომელიც უჩივის იმის თავის გარაჟზე უჩივის რაღაცას პროკურორი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა თავის დროზე აშენებული. ხა მე ძალიან კარგად მესმის რომ შეიძლება გარაჟი კონკრეტულ ადამიანს მომავალში შეიძლება დაჭირდეს ან როდესღაც ჭირდებოდა, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რომ იმ გარაჟის ადგილზე სკვერებია დღეს ბევრგან გაკეთებული და ბევრგან არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ხა გოჩა ლემონჯავას უკანონო არაფერი არ გაუკეთებია ამ შემთხვევაში და არის ამ შემთხვევაში ძალიან მწვავე დგას ეს საკითხი. მოდით ავიღოთ ძალიან კონკრეტული საკითხები იგივე ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში. თბილისის მერია თითოეული ადამიანი უკვე მართლა სამუშაო გრაფიკში აქვთ, რომ დღეში 4 საათი, 5 საათი დაკითხვაზე არიან, მერე 2-3 საათი თუ ამ სტრესიდან გამომდინარე შეძლებენ სამუშაო პროცესში ჩართვას. იგივე სიტყვაზე ვთქვათ, სხვა მიმართულებები, მაგრამ მეორე მხრივ შევხედოთ ახლა ამ საკითხს რა. ის ფაქტები, რაც დღეს ხდება ჩვენს თვალწინ, აი მაგალითად გუნავას საქმე, რომელიც დღემდე რაღაცა ესეთი ბურუსით მოცული საქმეა, მე ვფიქრობ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მე მგონი ამაზე ვთანხმდებით, როცა იარაღს უდებ და ნარკოტიკს უდებ რინმეს და ამას სჭირდება გამოძიება. იგივე ხო არა მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის ხელა საქმე, რომელიც გუშინ წინ მოხდა, ანუ 3 თვის წინ მოხდა და ვერ გამოვიძიეთ. მიმდინარეობდა ბუტასთვის იარაღის ჩაგდებაზე გამოძიება, გიორგი. ეს უბრალოდ დეტალი შემოვიტანე ამ ამბავში. ხო სხვა სიტუაცია. მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენ 1 ოქტომბერს არჩევნები წავაგეთ იმის გამო, რომ ხალხმა ესე გადაწყვიტა და თქვენ ხართ დღეს ხელისუფლებაში. თქვენ რასაც ადრე აკრიტიკებდით, რაც არ მოგწონდათ, არ შეიძლება რომ იგივე იმეორებდეს დღეს ხელისუფლება. მე მაგალითად ის ძალიან არ მომწონს პირდაპირ გეუბნებით, რომ იუსტიციის მინისტრი გამოდის და პირდაპირ ეთერში ყოველთვის გვემუქრება, რას აღარ შვება, არ ვიცი, მოსამართლეებზეც საუბრობს. ეს არ არის სწორი, ეს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება ხდებოდეს. მე მგონი ამაზეც უნდა შევთანხმდეთ. საერთოდ ზოგადად ჩვენ მე ვფიქრობ, რომ საჯარო გამოსვლებშიც უნდა გადავხედოთ, რაზე ვსაუბრობთ. აი მე მაგალითად პარლამენტში მქონდა გამოსვლა, ერთი 5 კაცმა მომაძახა, ესეც უნდა დაგვებარებია, ესეც უნდა დაგვეჭერთ. თქვენც იქ იყავით იმ პარლამენტის ხმაზე. ესეც არ არის სწორი. ეს არ არის თანამშრომლობითი ფორმატი. თანამშრომლობითი ფორმატი რა არის? იცით რომ ვუსმენთ ერთმანეთს, ვსაუბრობთ, დებატები გვაქვს, კამათი გვაქვს და რაღაცა შეჯერებულ პოზიციაზე გამოდიათ. ეს არის თანამშრომლობითი საუბარი. იგივე წახალისება თქვა თავდასხმების ჩვენს წევრებზე. არც ეს არ არის ნორმალური. ქვის სროლა არ მოდი აი ძალიან თავშეკავებული ვიყავი, ყველგან ვამბობდი რომ ჩემი პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება მე ხო არ შეგაწყვეტი. კი ბატონო. მე გეთანხმებით, ბევრ რამეში მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევთანხმდებით, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რა, ზოგადად აი საჯარო ასე ვთქვათ გამოსვლების დროს რა ტიპის პოზიციებს ვაფიქსირებთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით აი კიდე ერთ ფაქტს შევეხები, უბრალოდ არ შემიძლია თქვა, პოლიციის აკადემიის რექტორის მოადგილის გვარი დამავიწყდა კურტანიძის მიერ გაკეთებული განცხადება. არ არის სწორი პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ესეთი განცხადება, რომ უფრო მეტი აი რამ გამოიწვია? მოდით იმაზე ვისაუბროთ. აი დღევანდელ ვითარებაში როცა თქვენ ხართ ხელისუფლებაში და როცა სამართლიანობის აღდგენა გინდათ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ერთი ფაქტზე პასუხი არ მოსთხოვეს, მეორე ფაქტზე პასუხი არ მოსთხოვეს, მესამეს და მეოთხესაც უპრობლემოდ გააკეთებს. ეს სინდრომი არ შეიძლება გაჩნდეს, რომ ქუჩაში შეიძლება გადავიტანოთ გარჩევა. ამიტომ არის რომ მე მგონი ეს თანამშრომლობითი ფორმატი, შეხვედრები რაც დაიწყო, იმედია რომ ამით მაინც გადავლახავთ ამ ყველაფერს და გამოვალთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და არა რაღაცა თუნდაც ვიღაცას პიროვნული დაპირისპირება აქვს, რომ გულში აქვს რამე ჩადებული. აი ამას გთავაზობთ. იგივე პარლამენტის სამუშაო პროცესშიც რა. მე ერთმანეთთან შეთანხმებულობას გთავაზობთ. არის ძალიან ბევრი გამოცდილება, რაც ჩვენში დაგროვილია. ხო, ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს, გარკვეული მოსაზრებები. აი იმ დღეს ძალიან ასე ვთქვათ, ისეთ მაგალითს ვთქვით, თქვენ რო გამოიტანეთ გამოპროექტი სკოლებთან, ბაღებთან დაკავშირებით. ხო, ჩვენი პოზიცია ხო არაფერი არ იყო. ერთ-ერთი იყო რომ ვამბობთ, რომ მოდით შევისწავლოთ, რომ რამდენი ბაღია დღეს საქართველოს მასშტაბით, რა დაფინანსება ჭირდება და რომელ რაიონში რა მდგომარეობა გვექნება ამასთან დაკავშირებით. აი ამაზე ჩვენ ხშირად აგრესიულ პასუხს ვიღებთ ხოლმე თქვენი მხრიდან. აი ეს არის თანამშრომლობა. როცა კითხვა, არც პირველი იანვრიდან თუ შევა ეს კანონი ძალაში, მე ძალიან მინდა რომ ყველა ბავშვმა უფასოდ იაროს ბაღში. მაგრამ კიდე ერთხელ გადავცხვა თემაზე, მინდა რომ კითხვა დაუსვა უკაცრავად სკოლები და ბაღების თქვათ ეს კონკრეტული კანონები მოვიტანე სხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობა როგორ უნდა ვითარდებოდეს. არა იმაზე საუბარი რომ თქვენ არაფერი არ გააკეთეთ და ამავდროულად კი ბატონო ამაზე ჩვენ ხო ვერ შევთანხმდებით ვერასდროს ჩვენ ფიქრობთ რომ კონკრეტული საქმე ამ ქვეყნისთვის გავაკეთეთ. შეიძლება ვფიქრობთ რომ ეს არ გაგვიკეთებია, მაგრამ კიდე ერთხელ კონკრეტული საქმეები გააკეთეთ. თქვენ ქვეყანა
სტრატეგიულად დაღუპვის მისაღებია თუ არა პოზიცია უცირესობის ქალბატონი თქო ისე თქვა ერთ შემთხვევაში უკვე დაეთანხმეთ ბატონ გიორგის როდესაც საუბარია რომ ხო ოპონენტებს თქვა მე იმის მიხედვით რომელ პარტიაში ვარ და რა თანამდებობა მაქვს მორალურ კრიტერიუმებს და პოზიციებს არ ვიცვლი გასაგებია სწორედ ამიტომ გეკითხებით მისაღებია თუ არა შენიშნა ოპოზიციის მხრიდან თქვა უკვე მართველი გუნდის მისამართით ხო როდესაც მე დღეს არ მქონდა ნანახი სამწუხაროდ მაგრამ ეხლა თქვენს ეთერში უსმენდი და ვნახე რაზეც იყო საუბარი ეს აბსოლუტურად მიუღებელია მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კორტანძის გულისხმობთ ქალბატონი ხო რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა ერთ მხარეს ესეთი განცხადი ხა რიტორიკაზე ლაპარაკობდა გიორგი ბერს და ერთ მხარეს ასეთი რიტორიკაა და მეორე მხარეს სულ იავარდზე არის საუბარი იმიტომ რომ ჩვენ ახლა გუშინ კონკრეტულად ვუსმინეთ მოსალაპარაკებლად მისული ორი ადამიანის უკაცრავად სამი ადამიანის მაგრამ ორი იყო იქ მოლაპარაკებაზე რეალურად ხო პრესკონფერენციას სადაც ერთი ლაპარაკობდა იმაზე რომ ჩვენ ვართ კრიმინალები და მეორე მუდმივად ეუბნებოდა რომ ამაზე სალაპარაკოთ არ შევკრებილვართ და ის ერთი ადამიანებზე ითქვა რომ ის იყო კრიმინალების ბანდა პოლიტიკურმა წოდებულად ჩვენს მიერ იყვნენ წაქეზებულები ეს კრიმინალები ეს არ არის ფორმატი რომლითაც კაცი რომელიც ქვეყნის და მაინც მიდის და იგივე საკითხებს ის არის რა თქვენ ხო სხვა რამეზე ლაპარაკობდით თუ ფაქტების შეფასებაზე ვსაუბრობთ კი ბატონო შევაფასოთ მაგრამ თუ იმაზე ვლაპარაკობთ როგორ უნდა ვილაპარაკოთ როცა მოლაპარაკების ფორმატში ვართ ანუ თქვენ დიდი ხანი საუბრობთ რიტორიკაზე და მე სწორედ რიტორიკაზე გპასუხობთ რომ თუ იმიტომ შეიკრიბა ეს სამი კაცი გუშინ იქ რომ შეთანხმებამდე მისულიყო მე პრესკონფერენციას რო ატარებ სადაც უნდა ხალხს მოუყვე რამეზე შეთანხმდი თუ ვერ შეთანხმდი და რატო ვერ შეთანხმდი და ამასობაში იწყებ გრძელ საუბარს იმაზე რომ კრიმინალები როგორ წავაქეზეთ ჩვენ და როგორ დაესხნენ თავს და ასე შემდეგ ეს არ არის ამ რიტორიკის ნიმუში რომელზეც თქვენი მხრიდან გაკეთებული განცხადებებზე პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ იმიტომ რომ უკაცრავად ეგ არაფერ კავშირში არ არის პრეზიდენტის გამოსვლა რომელიც იყო ძალიან ასე ვთქვათ მოდით ესე ვთქვათ, თანამშრომლობაზე ორიენტირებული იყო, სრულიად სხვა ასე ვთქვათ, ეტაპის დასაწყისის მაჩვენებელი, ამ გამოსვლაზე იყო უმრავლესობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, აგრესია, ბევრი წევრის მხრიდან და ასე შემდეგ. და მე ერთი რამე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი თქვა, რომ 1 ოქტომბერს თქვენ არა მარტო არჩევნები მოიგეთ, არამედ ხელისუფლებაში მოხვედით და პასუხისგებლობაც გაცლებით მეტი გაქვთ. სხვათა შორის ერთი რაღაც არის, რომ აი სკოლები, ბაღების მაგალითი იქნება თუ სხვა ჩვენ ვერ შევეჩვიეთ პოპულისტური თემების ამოწევას, იმიტომ რომ ხალხისთვის ეხლა სხვა თემაზე დებატობთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, რომ მე უბრალოდ რა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ამის შესაძლებლობა აქვს თუ არა სახელმწიფოს, აი ვთქვათ, ესეთი კუთხით უდგებით ძალიან ბევრ საკითხს. მე მესმის ეხლა რომ გუშინ ოპოზიციაში მყოფი ადამიანისთვის უფრო მარტივია, მაგრამ სხვანაირად წდება საკითხები, როცა სახელმწიფოზე ვსაუბრობ და კარგი. ეხლა მე ამ თემაზე პასუხის გაცემას, მაგრამ ორი სიტყვა უნდა ვთქვა აუცილებლად. სინამდვილეში იქ დებატი სრულიად სხვა რამეზე იყო. ყველაფერი დათვლილია, ის რასაც თქვენ ამბობთ, რამდენი საბავშვო ბაღია, რამდენი ბავშვია, რამდენი დადის და რამდენი არ დადის, ეს დევს სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე. თქვენ ჩემზე კარგად იცით მაგ პორტალების სარგებლობა დავიდეთ ამ თემაზე. თქვენ ჩემზე უკეთ იცით მაგ პორტალების სარგებლობა და შეგიძლიათ რომ ამოიღოთ თუ გაინტერესებდათ ეს ინფორმაცია, შემიძლია მეც მოგაწოდოთ სესიაზე, ეგეც არ არის არავითარი პრობლემა. იქ საუბარი სხვა რამეზე იყო, ზუსტად იმაზე, რაზეც როდესაც მე დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიისგან გამიჯვნის კანონპროექტი შემოვიტანეს, ზუსტად ანალოგიური საუბარი იყო. მე რიცხვები მოვიტანე კომიტეტის ხდომაზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება იმ რიცხვებისგან, რომელიც ქალაქის მერიამ გამოაქვეყნა და საბედნიეროდ წამომეწია სულ რამოდენიმე დღეში ფაქტობრივი დადასტურება იმისი, რასაც მე ვამბობდი. ჩვენ თუ მოსახლეობის დახარკული ადამიანების და მე სხვა რამეს ვერ დავარქვევ ამ ორ ამბავს, რაც მოხდა თბილისში 2010 წელს. დახარკული ადამიანებისგან ამოღებულ თანხას იმაში გადავიხდით, რომ არ ვიცი, რომელიღაც მომღერალი დავაფინანსოთ ან მაგალითად საბავშვო ბაღების შემთხვევაში ბაღის დირექტორის მოადგილეები, რომლებიც თქვენი პარტიის კოორდინატორები იყვნენ, ვერაფერი ვერ აუვა ამას, ვერანაირი ამაზე კიდევ ერთხელ ხა მოდით ამ დებატებში შევად ფაქტები არ არის უწევთ შევეხებით ამ თემებსაც ფაქტებია გვერდის გადაცემაშია თანამდებობა და ხელფასებია გადავიდეთ ადამიანებს ბოლო მოვლენებზე მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არ რეალურია ამიტომ ჩვენ რეალურად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რაც არის რეალური დანახარჯები და არა იმაზე რაც ეწერა დღეს ბიუჯეტში შევცვალოთ თემა ძალიან გქონდა დანახარჯები პრინციპულად მინდა დავუბრუნდე პრეზიდენტის განცხადება ახსენეთ თქვენ ქალბატონი კრიმინალების ბანდაო და ბიბლიოთეკის თემას მინდა დავუბრუნდე თქვა პრეზიდენტის მხრიდან ეს ითქვა თუმცა უმრავლესობის მხრიდან იყო მოვისმენთ ესეთი განცხადებები უმცირესობის პროვოცირებული იყო ანუ სხვა კონტექსტია ნინო კიდევ ხაზგასმით ვამბობ პასუხობდი იმას რასაც ამბობდა გიორგი რომ ჩვენ გუშინ ვერ ვნახეთ იმის ნიმუში რასაც გიორგი ლაპარაკობდა და რასაც 100%-ით ვეთანხმები ოღონდ გუშინ ნამდვილად სრულიად საპირისპირო რამ იყო მათი ლიდერის მიერ ნაჩვენები ამიტომ უნდა ვიყოთ რაღაცა ერთი ხაზი უნდა ავირჩიოთ ან ასე გვინდა ან სხვანაირად გვინდა ან ახლა ისტერიკაში უნდა ჩავარდეთ და მუდმივად ცივილკივილის რეჟიმში
ვიყოთ, ან უნდა დავუშვიდდეთ ყველანი, უნდა მაქსიმალურად გამოვხშიროთ ეს ურთიერთობა იმისგან, რაც გვანსხვავებს ერთმანეთისგან, დავკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაერთიანებს და მე იცით რამდენ რამეს ვიპოვით. უნდა შევინარჩუნოთ კონკრეტულ სიტუაციებში. მაგრამ არა, ეხლა მე მაგაზე არ ვლაპარაკობ. პირიქით მე იმას ვამბობ, ეგ საერთოდ გამოვრიცხოთ, გამოვხშიროთ. განმასხვავებელი, სუბიექტური, ობიექტური, იმიტომ რომ ობიექტური ხო იცით როგორი რამეა, მე ეს გონია, თქვენ ის გონიათ. არ გვინდა. შეფასებებში ნუ შევალთ დავკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ქვეყანას სჭირდება ამ წუთას მხოლოდ და ძალიან ბევრ რამეს ვიპოვით, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაერთიანებს. მნიშვნელობა არ აქვს უმცირესობის ერთი წევრი, ან უმრავლესობის ერთი წევრი, ან 7 წევრი აქეთ, ან 7 წევრი იქით, შეიძლება განსხვავებულ აზრზე იყოს და ეს არის ხიბლი პარლამენტარიზმის. ყველა ერთ აზრზე მუდმივად ვერ მოვეწყობით. აქ საუბარია იმაზე, პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა შედგეს კონსენსუსი და არა იმაზე, რომ ყველა ადამიანი საქართველოში უნდა დაირაზმოს და ორივე მხარესთან. ამიტომ დასრულდა და ორივე მხარეს კითხავთ. ამიტომ არის სწორედ პრინციპულად მნიშვნელოვანი ის დღის წესრიგი, ჩემის აზრით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხაზგასმით, რომ ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ, რომ არსებობს რაღაცა, რაზეც ყველა შეთანხმებულია დედამიწის ზურგზე. მეც თქვენი უმრავლესობის მნიშვნელოვანი ნაწილიც და სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა. მოდით აქ ვიპოვოთ გასაღები ამ დაწყების, ამ კონსენსუსის და მერე გადავიდეთ იმ თემებზე, სადაც ასევე ჩვენ არაფერი არ გვანსხვავებს. ეს არის პრობლემა, ეს არის რომელიც შეიძლება და მაყურებელმა რომ გაიგოს. მე მაგასაც დავაზუსტებ, რომ ჩვენ რო ვაჩვენოთ. დავკონკრეტდეთ. ორივე მხარე საუბრობს, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, თქვა რაღაც საქმიანი განხილვები უნდა დაიწყოს. ამას ახლა ეს აბსტრაქტულად ბუნებრივია. მე პირადად არ მჭირდება გიორგი ვაშაძესთან შეთანხმება. ეს ჩემი და გიორგი ვაშაძის პირადი ურთიერთობის პრობლემაა. შევთანხმდებით თუ ვერ შევთანხდებით ჩვენი საკითხია. პოლიტიკური შეთანხმება. ხელისშემშლელი ფაქტორი უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის, რომ ვთქვა აი აქამდე საკმაოდ რთული პროცესი მიმდინარეობს. ნუ იმედია რაღაც შეთანხმებამდე მე ეს ხარები მივლიენ. დავიწყოთ ახლა თქვენი ჯერია ბატონო გიორგი, რა არის ის კომპონენტები, არ ვიცი, საკითხები, რის გამოც ეს ვერ ხერხდება. დაწყებულია ჯერ კიდევ პარლამენტის პირველივე ხდომიდან, როცა ძალიან სერიოზული აგრესია, არ ვიცი, პირდაპირ ვთქვათ, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მოდის თითოეულ პარლამენტარზე უმრავლესობის მხრიდან, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ არის მაგისი დანაკლისი, ამიტომ ეხლა თქვენ ნებისმიერი ფაქტი შეგიძლიათ აიღოთ და ნახოთ როგორ იწყება და რა სად იწყება ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა მიუხედავად ამისა ჩვენ ძალიან ხშირად ვსადეთ, რომ თქვათ იქ წამოვედით, მაგრამ მივედით ისე პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო ეს რაღაცა ბოიკოტს უცხადეთ პარლამენტზე, ჩვენ პარლამენტში არ ვივლით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტში სიარული ეს არ არის მარტო ჩვენთვის და პარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანი, ეს სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჯანსაღი დებატები იყოს. აქედან გამომდინარე, და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ყველა ფაქტს, რასაც ჩვენ ვამბობთ, ამ ყველა ფაქტს აგდებითი დამოკიდებულება. რა იგივე თვითმმართველობებზე ზეწოლა იქნება, იგივე არ ვიცი, მოსამართლის თანაშემწის საკითხი იქნება, გუნავას თემა იქნება, სხვადასხვა საკითხები იქნება, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხო ეს არ არის ეს სწორი, როცა სახელმწიფოს მხრიდან ესეთი რამე კეთდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როგორ უნდა მოხდეს მაშინ გამოძიება გიორგი? არა, გამოძიება, მე გუნავას შემთხვევაში ხა გამოსაძიებელი ის კი არ არის, არა, მისმის კონკრეტულად ზოგადად, მაგრამ მე გეტყვით, რომ არ შეიძლება, რომ ჩვენ ავირჩიოთ პიროვნებები და აი ამ პიროვნებებს მივყვეთ და ეხლა მათ შესახებ საქმეები ვიძიოთ რაღაც კონკრეტულ შემთხვევებზე და რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, გინდა თუ არა ვიპოვო რაიმე. არა, კონკრეტულ პიროვნებებზეა საუბარი. იგივე თვითმმართველობებთან დაკავშირებით, სანამ თვითმმართველობაში არის, ესე იგი, ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობაში, იქ ფინანსური პოლიცია ზის, მე როგორც კი ქართული ოცნება თუ არის, ნუ აღარ ზის თქვა ფინანსური არის ისე რეგიონებში არის კონკრეტულად, მაგრამ აი არც ერთი წამით არ შემოსულა ფინანსური პოლიცია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რაიონში შეიძლება არ შემოვიდა, მაგრამ ბევრ რაიონში შევიდა და ჩვენ ტელევიზიით ხედავდით ამ ძალადობას. იმასაც ვამბობ, რომ წახალისება ძალადობის არ შეიძლება. პოლიციელის თავში წამორტყმისთვის 100 ლარიანი ჯარიმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ხვალ ის პოლიციელი წესრიგს ვეღარ დაიცავს, ხალხო, მართლა ვერ დაიცავს წესრიგს. არ შეიძლება, რომ უმრავლესობის წევრები იქნება თუ ასე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეტი ზღირსები არიან და მეტი უნდა ექნა იმ ხალხს და არ შეიძლება. იმიტომ არ შეიძლება, რომ მაშინ ჩვენ კანონები კი არ გვექნებოდა და სამართალდამცავი ორგანოები კი არ გვექნებოდა. მაშინ გვექნებოდა, ასე ვთქვათ, ქუჩის სამართალი, რომელიც სხვადასხვა
საქართველოში იყო და აქ ქუჩით გასამართლებოდა სულ ყველა და თითოეული ადამიანი. მე კიდევ ერთხელ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც რაზეც საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. მე მომხრე კი არა ვარ, მე მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს საკითხები და დასრულდეს ეს გამოძიება, რომ ითქვას რა ხდებოდა ამ საქმეებში, თუ არის კითხვის ნიშნები, იმ კითხვის ნიშნებს პასუხი გაეცეს. მაგრამ თბილისის მერიასთან და საკრებულოსთან მიმართებაში ხა მართლა ვერ ვიტყვი ხა ამ იგივეს, იმიტომ რომ ტოტალურად ყველა თანამშრომელი იგდავდეს რა. აი უნდა დავასრულოთ და შეიძლება და თქვენ გაძლევთ უკვე სიტყვას დავასრულებ. ცალკე კენჭისყრა რატომ არა? ანუ უნდობლობა იმედი არ გაქვთ რომ მე გაგრძელდება? აი ამაზე მიპასუხეთ და ვასრულებ. იმედი რო გქონდეს მე მაგალითად არ მომისმენია ის თუნდაც უმრავლესობის მხრიდან რომ თუ ჩვენ მხარს დაუჭერთ ისინი მხარს დაუჭერენ იმ ინიციატივას ესეც არ მომისმენია რომ ცალ-ცალკე კენჭისყრა ყოფილიყო მე ამას ვამბობ ზუსტად თუ ესეთი რამე არ არის მაშინ მოდით დავაკეთოთ შევთანხმდეთ და პირველად თელ სოფლიოს თელ საქართველოს ვაჩვენოთ რომ ჩვენ შევთანხმდეთ კონკრეტულ საკითხებზე ყოველ დღე ევროპიდან არა მე ამას არ ვამბობ კიდევ ერთხელ ვამბობ რა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე სხვა ფორმატები განიხილება და სხვა საკითხები განიხილება ამას შევთანხმდებით მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი ევროპელი ჩამოდის საქართველოში. ისე მე გაცილებით ცოტა ხანს ვისაუბრე. ბევრი ევროპელი ჩამოდის საქართველოში. ბევრი ევროპელი ჩამოდის საქართველოში. მთელი ევროპა გვიყურებს, მთელი ამერიკა გვიყურებს, მთელი განვითარებული ასე ვთქვათ სამყარო გვიყურებს. რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციაც გვიყურებს და ჩვენ მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული გზავნილი უნდა გავაგზავნოთ რომ ეს წერია კონსტიტუციაში, რომ ჩვენ SNG-ში არ შევალთ, არც ევრაზიულ კავშირში ხა აღარ მოვიყვან იმ ციტატებს, რაც უმრავლესობის წევრებმა ამ 2-3 დღის წინ გააკეთეს, რომ ევრაზიულ SNG არა, მაგრამ ევრაზიულ კავშირში ხო შეიძლება შევიდეთ. რატო უნდა შევიდეთ? არ უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ საფრთხეა ეს ჩვენთვის. რეალურად საქართველოს ფუნქცია ზუსტად ეს არის რეგიონალური ცენტრი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. აი ეს არის და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ყველაფერზე შევთანხმდეთ. ეკონომიკურ განვითარებაზე ეს უკვე ვისაუბრეთ, ეს მაინტერესებდა ცალკე კენჭისყრა რატომ არა და კონკრეტულად მოვისმენთ თუ ესეთი პირობა არ იქნება ბრალდებებიც იყო გარკვეული და მოგცემთ საშუალებას რომ უპასუხოთ თქვენთან მიმართებაში პირიქით მექნება შეკითხვა რატომ არა პაკეტში ერთად ეს ცვლილებები რო ჩავუდგოთ კონკრეტული მიზეზები ტექნიკური იურიდიულს და მეორეს არსობრივს ტექნიკური იურიდიული ესეთი არის რომ ეს საკითხი არ არის ინიცირებული ამიტომ ეს რომც მოხდეს ამის ინიცირება ამას ჭირდება კიდევ თვენახევარი და ეს მაინც ერთად ვერ იქნება კენჭისყრა ორი კენჭისყრა უნდა ჩაატარდეს. ანუ უფრო მანამდე მე შეიძლება უმცირესობამ იმაზე გვედაოს რომ აი პირველი კენჭისყრა რომლის ჩავატაროთ იმიტომ რომ მეორეს რო აღარ მისცეთ ხმა ანუ ყველა ვარიანტში ეს არის ორი განსხვავებული კენჭისყრა. ამიტომ არა ეს ჯერ იურიდიულ ტექნიკურ პასუხს ვიძლევ. ეხლა რა შეიძლება არსობრივ პასუხს იცით როგორ არის აი ეს თუთუმი არ მესმის ამას სრულიად ფელად ვამბობ, იმიტომ რომ თუ თქვენ ამაზე როდესმე განცხადებას არ გააკეთებთ, ამიტომ არ უშავს დავტოვოთ დიქტატურა კონსტიტუციაში, ეს მე არ მესმის. ამას ვამბობ გულწრფელად, ამას ვამბობ 9 წელია. ეს არ არის, როდესაც კონსტიტუციაში დიქტატურა გაქვს, ამას 9 წელია მე ვამბობ, დღეს არ ვამბობ, ამიტომ ყველაფერი მე მგონი მარტივია, ხო? თქვენ მართლა გვეთანხმებით იმ ბოლო საკითხზე, ჩვენ სხვანაირად შეგვიძლია განვიხილოთ. ჩვენ მართლა გეთანხმებით ეს არ არის სიმართლე. ჩვენ მთელი ცხოვრება მე დამტკიცებული მაქვს, რომ მათ პრობლემა არ მაქვს, ამიტომ არ მჭირდება დადასტურება სამი-მეოთხედი კონსტიტუციაში ისედაც წერია და ეს სამი-მეოთხედი ისედაც შევა ოქტომბრის შემდეგ როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და მანამდე შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნები აღარ გქონდეს. საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება თუ არ გვექნება ამას მე და თქვენ არ გადავწყვეტთ და ამას გადაწყვეტს ის ძალიან გრძელი პროცესი ჯერ პირველ რიგში რომელიც ქვეყანაში გაიმართება როდესაც ჩვენ ხალხის აზრს გამოვიკითხავთ ამაზე ისე კი არ მოვიქცევით როგორც თქვენ ექცეოდით კონსტიტუციას რომ დღესდილას შემოიტანა მიშა სააკაშვილმა და ზეგ დავადასტურეთ და ხმა მივეცით არა იმედია რომ ისეთი საკონსტიტუციო განხილვები არ იქნება რაც მანამდე მოაწყოთ ეხლა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ესეთი საკონსტიტუციო განხილვები არ იქნება ეხლა რა შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყო მე ყველაფერზე რა თქმა უნდა პასუხს არ გავცემ სულ რამოდენიმე საკითხზე მინდა რომ ვისაუბრო თვითმმართველობებს რაც შეეხება და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თბილისზე მე არ ვიცი უბრალოდ წალენჯიხაში რა ხდება და მარტულში რა ხდება უბრალოდ სად რა ფულს იპარავდნენ ან არ იპარავდნენ კარგად იქცეოდნენ ან ცუდად იქცეოდნენ ეს არ ვიცი ამიტომ ამაზე ეხლა ძალიან სერიოზული სახით რო დავიწყო ლაპარაკი რომ კი ნამდვილად უნდა შესულიყო ფინანსური პოლიცია, იმიტომ რომ ნამდვილად ეს ხდებოდა, ჩემგან ძალიან არასერიოზული იქნება, მაგრამ მე ვიცი რა ხდებოდა თბილისში. მე 2 წელი თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი და ვერც ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრი ვიყავი, მერია ჩემთან ანგარიშვალდებული ორგანო იყო, ვალდებული იყო ყველა ჩემს მოთხოვნაზე დოკუმენტები გამოეგზავნა ყველგან სადაც ჩვენ მქონდა ეჭვი. ეს იყო 2 ძირითადი მიმართულება, დასუფთავების სამსახური
და იმის მერე რაც ეს ბაღების სააგენტო შეიქმნა, ეს ვითხოვდით ხარჯების დასაბუთებას, ვითხოვდით ანგარიშებს, ვითხოვდით ციფრებს, რაში რა ფული მიდიოდა. არასოდეს ამას არ გვაძლევდნენ. რაც ბუნებრივად აჩენს იმის განცდას, რომ როდესაც შენ 2 წლის განმავლობაში მუდმივად ყოველთვის ბოლო პარასკევს ესაკითხი დღებოდა ჩემს მიერ დღის წესრიგში და ყოველთვის ბოლო პარასკევს დამცინოდნენ, იძახოდნენ რომ ეს სიზმრებს ვხედავდი. ეხლა ხო აღმოჩნდა რომ სიზმრებს არ ვხედავდი და ეს ყველაფერი სიმართლე იყო. მე პირადად გიორგი მე ხო არ გაწყვეტინებდი ვამთავრებთ და ეხლა მე მეწყვის ნინო რომ მორჩა გადაცემაო. მე შემიძლია რამე ვთქვა ამიტომ მოგცემნე დროიწურებ ეს მე დღეს ვისმენ ტელევიზიით რომ მიმდინარეობს მერიის თანამშრომლების დაკითხვა ან იმ ადამიანების რომლებიც კონტრაქტობით მუშაობდნენ, ჩემთვის პირადად როგორც თბილისის საკრებულოს წევრისთვის, რომელიც კარგად ვარ ამაში ჩახედული, რა ხდებოდა თბილისის მერიაში, როგორ იფლანგებოდა ფული. უამრავი დოკუმენტი მაქვს გამოქვეყნებული, რატო აფინანსებდა ქალაქ თბილისის მერია ამ ტელევიზიაში გასართობ გადაცემებს, ვინმე ამიხსნას და მომიყვეს ამისი სამართლებრივი საფუძველი. ვანო ჯავახიშვილის შოუს, კომედი შოუს, რატომ აფინანსებდა ქალაქ თბილისის სერვისის რეკლამირებას აკეთებდა ანახი გვაქვს, ხო ბატონო გიორგი? მოსაზიდად გაკეთებული კონცერტიც ტაშფანგურია, მაგრამ ეხლა მე მაგაზე არ ვლაპარაკობ, მე მგონი კონკრეტულ რაღაცას ვამბობ. ნუ გარბი ხართ, მოედინ და კონკრეტულ თემაზე ვლაპარაკობ. რატომ აძლევდა ესეთი კითხვები არის უამრავი. მე შემიძლია მთელი სია წარმოგიდგინოთ ამბების. მე ამ კვირაში სხვათა შორის აი ანონსად მიიღეთ თქვენთვის ექსკლუზივად, იმიტომ რომ ბევრი რამე დაგროვდა უპასუხო, ჩვენ ახლა შეგნებულად თავს ვარიდებთ იმ უამრავ ბრალდებაზე პასუხის გაცემას, რომელიც აქამდე ისმოდა უმცირესობის მხრიდან ჩვენი მეგობრების შესახებ. მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერს თავისი კრიტიკული ზღვარი აქვს. ამ კვირაში მე სავარაუდოდ ხვალანზე მექნება პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოებას დოკუმენტებს წარმოუდგენ რამოდენიმე ჩემს კოლეგაზე, უმცირესობის წარმომადგენლებზე, რა ღირს მათი ლოიალობა ნაციონალური მოძრაობისთვის. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ხელებს უგრიხავთ, მოსყიდვას ვსვლა და ასე შემდეგ. სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტებს გავაცნობ მე საზოგადოებას, რა ღირს ჩემი კოლეგების, რა ღირდა ამ წლების განმავლობაში ლოიალობა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე. თქვენი კოლეგებს უმცირესობის წევრები უმცირესობის წევრები დეპუტატებს გულისხმობთ ამას მე არ შეიძლება ხელაღებით მუდმივად სხვა თემებზე გადასვლა და სხვა თემებზე გადასვლა არა. მე ძალიან კონკრეტულად ნახევარწრიანდებას ვამბობ. საკითხი არის კონკრეტული და მარტივი. თქვენ ან ადასტურებთ იმას, რომ კიდევ ერთხელ 2004 წელს მიღებულ დაკანონებულ კონსტიტუციურ ხარისხში აყვანილ დიქტატურას უჭერთ მხარს, ან არა. ეს არის ერთი ცალკე საკითხი. თქვენ თუ მე მეკითხებით, ვეთანხმებით პასუხს პასუხობთ და თქვენ თუ მე მეკითხებით, მე თანახმოვარ თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში იქ სადაც წერია, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის და მე გზელი ჩამონათვალი გვაქვს. პირობითად ვამბობ, ეხლა ხო კონსტიტუციის პროექტს არ აქვს არა, თანახმოვარ თუ არა, რომ ჩაიწეროს, რომ მათ შორის ეს არჩევანი არის ევროპა და დასავლური სამყარო, რა თქმა უნდა, მე ამასთან არავითარი პრობლემა არ მაქვს. ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და დრო. ჩვენ მხოლოდ უნდა დავასრულოთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასწრაფოა იგივე ცვლილებების შეტანა და მე მგონი ძალიან ნათელია საზოგადოებისთვის ჩვენი პოზიცია, რომ დიახ, დღეს არის ძალიან საჩქარო, რომ შევიტანოთ კონსტიტუციის ცვლილება სწორედ ჩვენს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. ეს არ არის არც ნაციონალური მოძრაობის არჩევანი და არც ვინმე სხვა არჩევანი, ქართული ხალხის არჩევანი რეფერენდუმზე გადასვლაზე. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ვსაუბრობთ მერიაზე, ვთქვათ, რა დააფინანსა და როგორ დააფინანსა. რეალობა ეს არის, რომ აქ ხშირად იყო ბრალდებები ხოლმე ფულის მითვისებაზე. ისე გავიხსენოთ, ბენზინშიც ლარი ქონდა წილი ვიღაცებს თითქოს და დენის ტარიფში ნახევარი დენის ტარიფი მიდიოდა ვიღაცის ჯიბეში, მაგრამ რეალურად არ აღმოჩნდა ესე და მე ვფიქრობ, რომ არა ერთი წუთით რა, მე ვფიქრობ, რომ სადღაც რომ მიქონდეთ ლარი ჯიბეში, დღეს ბენზინის სხვა ფასი უნდა ღირდეს, ეხლა შევთანხმდეთ ამაზე რა. მაგრამ მე რეალურად გეუბნებით ეს ძალიან კონკრეტულ საკითხს, რომ სწორედ ესე სტერეოტიპებით იყო შექმნილი გარკვეული მოსაზრებები ერთი წამით რა, ეხლა თუ შეიძლება მე ვიტყვი, სტერეოტიპებით იყო შექმნილი გარკვეული მოსაზრებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სტერეოტიპის გრევა მოხდება ქვეყანაში და ეს ძალიან კარგია. სწორედ ამიტომ აუცილებელი არის ნორმალური გამოძიება. მაგრამ იუსტიციის მინისტრი, რომელიც საჯაროდ ყველას გვემუქრება დაჭერით და თავზე ფაქტობრივად ესე გამოდის, ხო, არა, მოსამართლეებსაც ემუქრება და არა, ერთი წამით, ერთი წუთით, კონკრეტულად რო საუბრობს, კონკრეტულ მოსამართლეებზე და მათ გადაწყვეტილებებში ერევა, არა, მათ გადაწყვეტილებებში ერევა, ეს არის სწორედ პრობლემა. დემოკრატია ეს ნამდვილად არ არის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, გამოძიება ნორმალური, ლოგიკური, ეს
ყველასთვის მისაღებია, მაგრამ გამოძიება, რომელიც წინ უძღვის მაინც და მაინც კენჭისყრას, გამოძიება, რომელიც კონკრეტულ პირებთან მიმართებაშია და ერთი საქმე თუ ვერ უპოვე, მეორე საქმე უნდა ვიპოვო, მეორე საქმე თუ ვერ უპოვე, მესამე საქმე უნდა ვიპოვო. მე გამოძიება, რომელიც არ ხორციელდება იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს მოხდა. ზუსტად იგივენაირად ერთი წუთით რა. ერთი წუთი მე გაცადეთ. ერთი წუთით რა. მე გეუბნე. რეპლიკები უნდა დავასრულო. მე მინდა ერთი რამე თქვა. ისევე როგორც ითხოვთ სხვა საქმეების გამოძიებას, ესევე გამოიძიეთ თქვენი ხელისუფლების დროს არსებული საქმე. ესევე მე ერთი რამე თინა ერთ რაღაცაზე რომ შევთანხმდეთ, რომ თუნდაც ასე ვთქვათ 8 თებერვალს იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თითქოს კორიდორი იყო, ისე მაინც მოვითხოვოთ, მოდი აი პარლამენტში დავჯდეთ და მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა მინისტრი და რომელიმე კამერაზე გადაღებული კორიდორი მოგვიტანოს რა. და აი ესეც მოვითხოვოთ. აი ერთად გავიაროთ ეს საკითხები და რეალურ შედეგს მაშინ მივიღებთ რა. ზოგადი და საჯარო ასე ვთქვათ განხილვები და პრინციპში ყველაფერზე ვისაუბრეთ ახლა მეტნაკლებად, მაგრამ თავად სხვა სწორედ ეს არის ჩვენ შორის. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდებში ჩვენ შორის, რომ ჩვენ ყველა საქმეზე, რაც თქვენ აქ ჩამოთვალეთ, გუნავადან დაწყებული, 8 თებერვლით დამთავრებული, გამოძიება დაწყებულია და რეალურად პროცესიც მიმდინარეობს. 8 თებერვალზე ჩვენ უკვე ვნახეთ, არა, რო შეიძლება არ დასრულდეს, ეს არის მოსაზრება, რომელიც ჯერ არაფრით არ არის გამყარებული და გამოვლენილია ის ხალხი, ვინც შეაუდო თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრად და ორი წინადადების უფლება მოხდა ის მაინც მოთქვამი და რეალურად განსხვავება რეალურად განსხვავება ის არის. თქვენ შემთხვევაში თქვენ ახლა გაქვთ ეჭვი, რომ ეს გამოძიება არ დასრულდება. გაქვთ უფლება აიწყოს. ორი აზრი არ არის, მაგრამ თქვენ შემთხვევაში საზოგადოება შედეგებს დავასრულეთ. გამოძიება არ არის. არც ერთხელ არ მომისმენია თქვენი მხრიდან, რომ დროულად დავასრულეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და ვიღაც გავათავისუფლეო რა. ამას არ მივიღებ, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან მოუწოდა ყველა ჯერზე. ხა არც ერთხელ არ მომისმენია, არ არის სამართლიანი. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოძიება დაწყებულია, ხშირ შემთხვევებში შედეგები დამდგარია. ეს პროცესი ლოგიკურად გეუბნებით, ხალხი დაკავებული არის და დაკითხვებზე დაბარებულია. ძალიან დიდი მადლობა. განსხვავება სწორედ ეს არის, რომ თქვენ ეს არის გაათავისუფლეს ვიღაცა დაკავებული თანამდებობიდან. არც 26 მაისს, არც 15 ივნისს. თქვენ ხელახლა გამოიძიეთ. დიდი მადლობა. გამოიძიეთ, კი ბატონო, არა, ერთი წამის გამოიძიეთ ეს კონკრეტული სასწავლო. არა, კიდე ერთხელ ვამბობ, ლეგიტიმიტეტიდან გამომდინარე არის, რომ როცა ვსაუბრობთ სამართლიანობაზე, სამართლიანობა არ არის შერჩევითი არ შეიძლება იყოს. ძალიან კარგ მომენტში ვწყვეტ დებატებს, მაგრამ დრო აღარ არის. შეიძლება გასულ პერიოდშიც არ ვეთანხმებოდი კონკრეტულ პოზიციებს, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით და ძალიან კონკრეტულად ვამბობ. არ შეიძლება შერჩევითობა, არ შეიძლება საჯარო მოწოდება თავდასხმებზე. ეს არ არის სახელმწიფო. აკეთებთ ახლა და არა, ეს არის ტყუილი. აგერ ვისაუბრეთ ბატონო ჩემო. ემაზე რა ქვია? ლუკა კოტანიძეზე, ხო? ხელისუფლება ერთი საქმე მაინც მიიყვანეთ. ჯერ დავალოდოთ ამ ხარეს გამოძიების შედეგებსაც და ამ ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებსაც დაელოდება საზოგადოება. იმიტომ რომ ისინი ყოველდღიურად გვახსენებენ თავს ერთი და იგივეთი, თინა. ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად ამ კამათისა, ის იყო საკმაოდ კონსტრუქციული დებატები ბოლოს გაცხარდა ეს ყველაფერი და ძალიან უნდა დავასრულოთ. საზოგადოება დაელოდება გამოძიების შედეგებს. დავასრულეთ. დიდი მადლობა. უბრალოდ ერთი პატარა დაზუსტება მინდა რომ გავაკეთოთ. ძალიან გხოთ. პრეცედენტო ამბავი მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრი იქ მივიდა. როდის როცა წამოსული იყოს უყოლა როდის სიმართლეა მე იქ ვიყავი მე იქ შინაგან საქმეთა მინისტრი არ დამინახავს რა ბევრი ადამიანი დავინახე ვინც თემად ყეპაში იყო ჩართული მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი ნაცვლად იმისა რომ 5 საათზე კორიდორებზე ისაუბრა გაამწვავა სიტუაცია და ორი პირდაპირ ჩართვა შეგახსენეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის სპეციალურად დაგეგმილს რომელიც ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს რომ ხალხი უფრო გაღიზიანებულიყო ეს არ არის ხელისუფლების მიღმა დამეჯერეთ რა. მე ხმით ვერ გადაგძალავ ამიტომ ძალიან გთხოვ გიორგი ვეღარ გეწევი. რეპლიკა ხალბატონათი გიპასუხო და მართლა უნდა დავასრულო. ძალიან გთხოვ. აღარ ვლაპარაკობ. კაი დავასრულე. მინისტრი მივიდა იქ როდესაც მოდი ბოლოს დავასრულეთ იმით რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ხალბატონათი პასუხი და კი აუცილებლად კი ბატონო. მაგას ალტერნატივა არ აქვს იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდება ეს. და კონკრეტული პასუხი ამ კონკრეტულ ბრალდებას და დავასრულოთ. შინაგან საქმეთა მინისტრი იქ მივიდა მაშინ როდესაც ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო 5 საათზე. მას კორიდორებზე არ უნდა ელაპარაკა. იმიტომ რომ კორიდორები აღარ არსებობს.
ეხა დამასრულ არც ერთ წინადებას არ მასრულებინეთ. გთხოვთ, იმიტომ რომ დრო აღარ მას კორიდორებზე საჯაროდ რომ ვალაპარაკა, იქ კორიდორები აღარ იქნებოდა. კორიდორები იქ იყო. ამ თემაზე სხვა დროს განვაგრძელდა დებატები კონკრეტულად ამ თემაზე. შინაგანსაკუთრებთა მინისტრი მე 9 წლის განმავლობაში ერთადერთხელ ვნახე შემთხვევის ადგილზე მისული, ერთადერთხელ ვნახე შემთხვევის ადგილზე მისული. როდესაც რუსთაველის გამზირზე გაიარა ბადრის რა ყვირილის შეძახილებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სხვაობა იმდენად ძალიან დიდი მადლობა ორივე სტუმრს. გიორგი ვაშაძე და თინა ხიდაშელი იყვნენ ჩემი სტუმრები, აღარ არის დრო. ამით დავიწყეთ და ამით დავასრულეთ. და გაბატონო თინა, აქვე უნდა დავაზუსტო. არც არავინ არ ამბობს, ამიტომ მიმდინარეობს. პატარა დაზუსტების უფლება საკუთარ გადაცემაში მეც ხომ მაქვს, უბრალოდ დამიზუსტეს, იმიტომ რომ მე არ ვიყავი საქმის კურსში, რაც შეეხებოდა ვანო შოუს და კომედი შოუს კონცერტებს, უბრალოდ დამიზუსტეს. ახლა პროდიუსერი მე იყო საახალწლო საქველმოქმედო კონცერტების. იყო საქველმოქმედო. ეს არის რაც უნდა დავაზუსტო და ამიტომ მოხდა ფილარმონიაში მერის მიერ დაფინანსება დანარჩენი გავარკვიოს. არა, მე არ ვიყავი საქმის კურსში, უბრალოდ ვერ გაგეცეთ პასუხი. დოკუმენტები არსებობს, რომ ის არ იყო საქველმოქმედო. ბილეთები რიგდებოდა უფასოდ, როგორც მოთხოვინებენ, მაგრამ ეს მე რა თქმა უნდა უფლება ქალაქის მერისთვის, რომ ვანო შოუს კონცერტები დააფინანსოს. არანაირი კონცერტის უმრავლესობაში ხარ და ხელისუფლებაში ხარ, უფრო მეტი არგუმენტირება აუცილებელი. დიდი მადლობა, დეტალები უკვე მე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა გიორგი ვაშაძე და თინა ხიდაშელი. ჩემი სტუმრები, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დებატებისთვის. უბრალოდ მართლა აღარ არის არც ერთი წუთი. გველოდება შემდეგი დარჩით რომ შეთანხმება უნდა მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ვაშაძე, თინა ხიდაშელი, ჩემი სტუმრები და რეკლამის შემდეგ ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია გველოდება, ასე რომ დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.